მოგესალმებით გალბატონებო და ბატონებო, დღეს მშვენიერი დღე გათენდა გრილა სხვათა შორის. დავარია რომ რაღაცა საგიჟეთი სიცხე არ არის და ყველაფერი კარგად არის დალში. გუშინდელი ამბის მერე ჯერ კიდე ცოტა ისე ვარ, მაგრამ ნიჩიო დღეს ცოტა უკეთა ვარ. ისეთ კარგად ვარ კაცო, ანუ პროსტა ცოტა სტრესი მართლა მაქვს რა, ანუ ვარ მოგატყუა. ხო და ეხა მოგიყვეთ. Короче, მე მინდა მოგიყვეთ სიმორცხვეზე, რომელიც არის ჩემი განუყოფელი ნაწილი. ადამიანები ზოგადად მორცხვები, ანუ ვიღაცა ადამიანები კამერასთან არიან, ძირითადად მორცხვები არავინ არ გონია ხოლმე. თან ჩემი რაღაცებიდან გამომდინარე, ჩემი საქციელებიდან გამომდინარე, ვიღაცები ფიქრობენ, რომ პირიქით კაცო, რა მორცხვი, ჩემი არა და ძალიან ზედმეტად მორცხვი ადამიანი ვარ და ზუსტად მაგ სიმორცხვის გამო იყო რომ მე გავხდი ესეთი ადამიანი რა იმდენად მრცხვენოდა ხოლმე რაღაცების რომ არარეალურად დებილობებს ვიზახდი ხოლმე და იუმორით ცდილობდი ჩემი სიმორცხვის გადაფარვას ხოლმე და საბოლოო ჯამში ისე დავახგდა რომ მე ამ სიმორცხეს იმდენად ფარავდი ხოლმე რომ ბოლოს გავიჩნდე ადამიანი რომელიც კარგად ხუმრობდა არ დამსხვენოდა უბრალოდ. ანუ აი ვიღაც ადამიანი 4 ადამიანში, 4 უცხო ადამიანში რო ვიყავი ხოლმე, სიჩუმე მეგონა რომ აი ყველა ჩუმად რო იყო, მეგონა რომ 4-ვე ფიქრობს რაღაცას. რაღაცა ცუდს. და მინდა რომ ილაპარაკონ. თვითონ არ ლაპარაკობენ, მოდი მე ვილაპარაკებ, მაშინ რომ იქნებ რამენად ვერ შემატყონ რომ მე მრცხვენია. და ამას რო ვიწყებდი ხოლმე, ლაპარაკს რო ვიწყებდი ხოლმე, იქ ვიღაც რაღაცას მეტყვა და იქ იმას გავეხუმრებოდი ხოლმე და ყველა რო კისკისებდა ხოლმე, მანდ მივხვდი რომ მე მომწონდა ეგ პროფესია რა. რომ ვიღაც ადამიანები რო იღიმოდნენ და იცინოდნენ, ჩემი აზრით ყველაზე ლამაზები, კარგები, დადებითები ადამიანები არიან მაშინ, როდესაც იღიმიან, იცინიან, კისკისებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემ თავზე არ მაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი, ჩემი კისკისი ისეთ ხმებითაა ჩემი კისკისი, რომ არ ამგონია ვინმეს ელამაზებოდეს, მაგრამ ნუ ეგეც არ არის ჩემი ბრალი რა, ხო ხედავთ რომ ცდილობ. მაგაზეც ისე დავკომპლექსდი და იმდენ მრცხვენია რომ ხალხში ვეღარ ვიცინე უკვე რა, რო არ მოგატყუოთ რა, მართლა ერთი პერიოდი ვიღაც ადამიანები წერდნენ ხოლმე, მიდი ერთი გაგვიცინე რა გაგიცინო ჩემი, აი რა გაგიცინო. ხო და საბოლოო ჯამში ისე გამოდგა რომ ეს ჩემი სიმორცხვე მე ხანრაში გადამეზადდა და ყველაფერით იფარებოდა ეს სიმორცხვე და ყველა ადამიანს გონი ვარ ყველანაირი გარდა მორცხვის არა და მხოლოდ მორცხვი ვარ. აი მე მაგალითად ვიღაც ადამიანებთან რაღაც დებილობები რომ აქვს ნათქვამი იმ დღემდე მახსოვს ყველა მომენტი. ნუ რა გითხრათ რა, ერთხელ ერთ-ერთ ადამიანს короче, კითხე ცუდი რაღაცა. ცუდი რა, ანუ არაფერი ცუდი არ მეკითხავს, მაგრამ იდეაში ჩემი ერთი ნაცნობი იყო, იმ ნაცნობს ყავდა თავის პატარა ძმა წამოყვანილი და ეს პატარა ძმა იყო ვიღაცა გოგოსთან ერთად, ქალთან ერთად. რომელიც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მაგრამ ნუ არც მთლად ძალიან ახალგაზრდულად. აი, ვიფიქრებ 30-35 მაქსიმუმ. ხო და ამ გოგოს რაღაც ეტაპზე ვკითხე რომ თქვენ დედამისი ხართ ხო? და თურმე შეყვარებული ყოფილა. ხო და აი აქედან გამომდინარე კი არა აი ეგ ამბავი რომ ახსოვს მე აი ეხაც შიგნიდან ცხელა მართლა აი რო არ მოგატყუოთ ეგეთი რა ამბები მაქვს ძალიან ბევრი. ვიღაცებს შემთხვევით ვეკითხები რაღაცებს მართლა ინტერესით რა და სიამდილოში კითხვა სვამ ისეც რომ ვიზახი მე ვიაზრებ რომ აი მე ეს რა ვთქვი. მაგრამ ნუ რავი რა. იმ ძმის ფაქტორმა, ყველაფერმა რა, ანუ ყველაფერი საერთო ჯამში როგორც იყო, ეგრეთის თავეწოდება დამიტოვა, რომ დედა შეიძლება და უფრო ყოფილიყო რა. ხო და შეყვარებული ყოფილა და ეხა. მაგას მე ვერ მიხვდებოდი, მართლა ვერ მიხვდებოდი რა. ნუ როგორ უნდა მიხვდე ეგეთ რაღაცას ადამიანი ვერ ხვდები პროსტა. ანუ აი და მაგის გამო იმდენად დაკომპლექსებული ვიყავი რომ აი ხანდახან ვიღაცებს კითხვასაც აღარ უსვამდი ხოლმე რა რაღაცები. ეგეთი შავი ლაქები ბევრი მაქვს ცხოვრებაში და ცოტა არ იყოს და მიტყდება რა. იდეას ჩემი სიმორცხვე რამ გამოიწვია არ ვიცი, მაგრამ
რავი, დედაჩემი და მამაჩემი მორცხვები არ არიან. ამ გენეტიკურ კოდში არ გვიწერია სიმორცხვე ჩემი აზრით, მაგრამ არ ვიცი, საიდანღაც მაქვს და რაღაციდან გამომდინარე ვერ ხვდები რატომ აქვს რა, იმიტომ რომ ხალხი ვინც ვიყურებს იმათ ყველა მართლა აი ყველანაირი ვგონი ვარ გარდა მორცხვისა. გონია ხოლმე პირიქით თავაშვებული როჟა ვარ და რაღაცა სისულელებს ვეუბნები რაღაცა ვეუზრდელები ვიღაცებს და არა და აი ხანდახან ვიღაც ადამიანს რაღაცას რო კითხავ ის ადამიანი შეურაცხყოფად იღებს ამ კითხვას. არა და მე აი პირიქით რა რაღაცა ნეგატიური რო არ ვაგრძნობინო და რაღაცა ესე მარტო რო არ იჯდე. აი 6 ჩემი მეგობარი და ვიღაცა ერთი უცხოა და იმ ერთს ვკითხავ რომ რაღაცას რა და ის ერთი შეურაცხყოფილად იღებს იმ კითხვას და მე კიდევ ვცდილობ რომ პირიქით იქნება კომუნიკაცია შემოვიდეს რომ მარტო არ იჯდეს რა. იმიტომ რომ მიტყდება ის რომ ეგრეზის. და ყოველთვის ყველა მაგის გამო მე ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას და ვერ გავიგე რა დავაშავე მართლა ვერ გავიგე. აი დღეს გეტყვით მე როგორი ადამიანი ვარ რა. აი ვიღაცებს ხო გონიათ რომ ძალიან ისეთი ლაღი და რაღაცნაირი ადამიანი. არასდროს არ ყოფილი ვარ ლაღი ადამიანი. უბრალოდ ეს იუმორი გაიჩითა ჩემი ფარი რა. მასკიროვკა არ იყო მთლად, იმიტომ რომ მაგ იუმორში ჩემს მთელ ენერგიას და ემოციებს ვძებ და ეხა თლად მასკიროვკა არ გამოდის, მაგრამ ნუ იდეაში მე ვიყავ ცოტა ისეთი რა მუდო ბავშვობაში და ეს მუდო რო ვიყავი და რაღაცა გულჩათხრობილისავით რა ვიცი არ ვიცი ეგ სიტყვა რა ანუ როგორიც ვიყავი მაგ სიტყვას ვერ აღწევ ყოველთვის ნაკლები ინტერესს გამოხატავდნენ ხოლმე ჩემს მიმართ რა ყველა ადამიანი გარშემო მე მქონდა უკვე ის რომ რაღაც ეტაპზე გავიაზრე რომ მეთქი მე ხო ჭკვიანი ვარ ჭკვიანი რო ვარ ესენი ჩემს მიმართ ინტერესს რატო არ გამოხატავენ თქო და მაგის გამო დავიწყე ვიღაცების ყურადღების მიქცევა პლუს ტყუილ უბრალოდ დავიწყე რა ეგ არასწორი იყო მაგას ჯობდა რომ ისე დავჩენილიყავი როგორც დავრჩი რა მაგრამ ნუ ვინ იცი შეიძლება მე ეს არხიც არ ყოფილიყო და მე თქვენც არ გეყურებინათ და არ გართობილიყავით და არ გსიამოვნებდეთ ჩემი ლავარაკის მოსვენა აქ შემთხვევაში ეგეთი რომ დავრჩენილიყავი მაგრამ რა აზრი აქვს რა ძალიან რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი რა sad piano beat იმენა აი რავი რა სუიციდი არა მთლად მაგრამ ნუ ხო ხვდებით რა ანუ ცოტა ისეთი არ ვიცი რა როგორ ავხსნა მართლა არ ვიცი და მე გამოჩნდა ისე რომ ამ ჩემი გაფანტული ყურადღების გამო ამ ჩემი აი არასწორ დროს დასმული კითხვების გამო გამოიჩითე თავხედი შეურაცხყოფელი რაღაცა TikTok-ზეც რა ვიდეოებსაც ვწერდი ხოლმე ყოველთვის ვცდილობდი რომ მე მეხუმრა რა ან ბევრ ადამიანს აქვს მოწერილი რომ მეო შენი ვიდეო რაც შემიწერო არ მომეწონაო და თუ შეიძლება რომ წაშალო დავშლი მეთქი რა პრობლემაა დავშლი ანუ არასდროს არავისთვის არ მთხოვს უარი ერთადერთხელ ვთხარი ერთ ადამიანს უარი წაშლაზე ვიდეოს და ის იმის გამო რომ კი არ მთხოვა რომ წაშალეო მაგინა ჯერ და მე მითხრა რომ წაშალეო მეთქი მოგიტყან დედისმეტალი აწი რაღაც რატო დავშლი ანუ მიდგომა არის ადამიანებთან და მე რა ვიცი რატო უნდა წაგიშალო ხო და მაშინაც ეგრე ჩანდა ხოლმე რომ ალბათ თავხედი ვიყავი და უზრდელი და რაღაცნაირი და არა და უზრდელი არ ვარ ანუ მე ვარ ბილწი ადამიანი მაგას ვაღიარებ რომ ანუ ბილ სიტყვებს ვიყენებ ხშირად ყოველდღიურობაში და მე ვფიქრობ რომ ეს ჩემი ნეგატიურ ემოციებს ხოლმე შედარებით უფრო მაშორებს რა ანუ შეიძლება რა თქმა უნდა ვცდები და თავშესაქცევია ისევე როგორც მგონია რომ ეს ფიქრში მეხმარება რა ანუ მე ეგრე ვფიქრობ და ამითი ვამართლებ რომ ამას ვაკეთებ და შეიძლება ეგეც ეგრე გამართლება არის რა და ხო და რავი არ უზრდელი ნამდვილად არასდროს არც უფროსი ადამიანისთვის შეურაცხყოფა არ მეყენებია არც ქალბატონებისთვის არაფერი ზედმეტი არ მithkoms ანუ არაფერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რომ ვიღაცას უზრდელი ვეგონა უბრალოდ რაღაცებს პირდაპირ რომ ვიძახდი და თან ხუმრობა რომ მქონდა ჩასმული და შედარებით ბილწი სიტყვებით საუბრობდი ხოლმე ეგრე დაულაგდა ხალხს თავში აზრად რომ აუ ეს რა მაგარი თავხედი და უზრდელი ადამიანია რა უნდა ლენკას ამის გვერდზე კაცო ამის დედა ვატი ხო და ვაიმე ბოდიში ვახ
ბლა, ეხა ეს აი როგორ უნდა შეიგინო ესეთ მომენტში? აი მითხარით რა, აი რაღაცა ვიდეოს წერ, იცი რომ ვერ ამოჭერი, ვერაფერს ვერ იზავ და ყავა გადაგწდა. ვახ. ისო ყავა თუ გიშვილდის ყავაზე გაროჩე რა. ხო და ბიჭო არ ვარ არც ბილწი ადამიანი, პირიქით ძალიან კეთილი, ავიცი, მე მგონი კეთილი. წყნარი, მაგრამ სამართლიანი ადამიანი ვარ და ეს ჩემი სამართლიანობაც ვიღაცებს არ მოწონთ ხოლმე და ეგეც თავხედობაში გადააქვთ. ხო და რავი, დიდად რო გითხრათ რომ აინტერესებს თქო ვიღაცების აზრი, ვინ შეურაცხყოფას მაყენებენ, მოგატყუებთ რა. ანუ უყურე, შენ მაფიაში არის ეგეთი წესი. აი მაფია რაში გვადგება. მაფიაში ორი ადამიანი რო არის და ერთი მეორეს რო ეუბნება, მე შენ პატიოსანი მგონი ხარ. და ეს მეორე რო ეუბნება, რომ მე შენ მგონი ხარ შავიო. ანუ ნეგატიური კარტის მისაო რა მატარებელიო, მაგ დროს ამ ორში ვინც წითელს ეძახის, ანუ ვინც პატიოსანს ეძახის, ის გონია ყველას ცუდი კარტი. და რატო? რატო მაგის ახსნამეზე მართლა მაგრამ ნუ ეგრეა რა, ეხა ვიღაცა მე რო მაგინოს და მე რო თქვა, არა ძმაო, კაი ადამიანია თქო. მე ხო აღარ ვარ კაი დებილი ვარ, როგორც მინიმუმ რა და სისულელი არის ეგრე რა. ეგეთი პონტი არის ზუსტად. მაფიაში ეგრე არის და რეალურ ცხოვრებაში ეგრე არის და ყველგან ეგრე უნდა იყოს. სად ვიყავი ხო არ გახსოვთ. ხო და ანუ რავი, ყულ უბრალოდ ვიღაც ადამიანს რაღაცა იარლიყებს, ნუ აკრობთ იმიდან გამომდინარე რა, თავისი ვიდეოებიდან გამომდინარე, კი არა. ვიდეოები შეიძლება კიდე არ მაგრამ იქ უფრო პერსონაჟულად გამოვდიოდი მაინც რა. ვინც არიცით, კეთილები, აი კეთილები, ხო იცით კეთილები. მე და ეგ ბიჭები ერთად ვიყავით ჭიათურის მაღაროს გუნდში, მანსანკანში და მაშინ ყავდა, მაშინ უფრო ცნობილი ვიყავით. ვიდრე ახლა ვართ, არა, ისინი ეხა ძალიან ცნობილები არიან, მაგრამ მე მაგალითად მაშინ ძალიან ცნობილი ვიყავი. ყველგან ყოველთვის ცნობდნენ და ახლა მთლად ეგრე არ არის, მე მგონი. არ ვიცი. ხო და მან როგორ მივედი? რა? რა შუაში იყო? რა შუაში იყო? ხო, კაროჩე, მასანგას კი ვთამაშობ. მაგრამ ხო, ნუ ეს ხუმრობა არის, ჩემი ის გადასაფარებელი რა, ადიელა არის, რომ აი მე არ შემეტყოს, რომ ესეთი ადამიანი ვარ. იმიტომ რომ არ მომწონს, რომ ვიღაცები არასწორად აღიქვამენ ვიღაც ადამიანი, რომ მორცხვია, გონიათ, რომ ის სუსტია რა და ეხა. ჩემს სისუსტეს მე ვერაფერში ვერ ვხედავ, გარდა რაღაცა ლოგიკური რაღაცების რაშიც სუსტი უნდა იყოს ადამიანი ისეთების გარდა, ვერაფერში ვერ ვხედავ ჩემს სისუსტეს ეხა და სუსტი რო იყო, მაგას ხო დავინახავდი და ვიღაც სუსტს რო დავინახავდი, დავიძახებ და გავბრაზდებოდი, მაგრამ არც ბრაზდები, არაფერი არ მომდის, პროსტა, ანუ არ მგონია სწორი, რომ ვიღაცამ სუსტი დამიძახოს იმის გამო, რომ მორცხვი ვარ და მაგის გამო აი მაინც როგორ მუშაობს ხალხის აზრი რა. გინდა არ გინდათ, მე ძალიან შესწავლილი ადამიანი ვარ. პატარაობაში ვიყავი, ალბათ უფრო კეთილი ადამიანი. მე რაღაც ეტაპზე ცოტა ბოროტი ვიყავი. ოღონდ ეგ იყო სრულიად იმის გამო, რომ ბოროტი თუ არ ვიქნებოდი, ჩემს გარშემო იყვნენ ბოროტები და მე დამერხებოდა რა. ხო და ეგეთი ისენი რაღაცები ცხოვრებაში ცოტა ნიტუ არის. აუ, ვაფშე, აი მართლა ვერ ხვდები ხანდახან რატომ იყურებთ, მაგრამ ძალიან მიხარია რომ მაინც მეყურებთ ხოლმე რა. ხო და რავი, ნუ მივაწერთ ვიღაცებს რაღაცებს რა. სამ პირადად მაინც არ მივხვდებით და რა ვიცი. მე ვფიქრობ, რომ აი ანანო ფიქრობდა, რომ ესეთი ვიდეო ჩაეწერა, როგორცაც მე ვწერ. კიდე რამდენი აი ბევრი იუთუბერისგან მაქვს მოსმენილი, რომ აი მაგარი რაღაცა გააკეთეო და მაგრამ მომწონსო და ყოჩაღო და ანუ მართლა მაქებენ რა. ამით თავს არ ვიქებ, მაგრამ მე ვეუბნები ყველას, რომ აი ყველამ რო ჩაწეროს თითო ესეთი ვიდეო რა, აი როგორც მე ვლაპარაკობ, ხო? ან რაღაცა კონკრეტულ თემაზე მაინც რო ილაპარაკონ, იმ ადამიანებს უფრო ახლოდან გავიცნობთ და ეს 5 ლარიანი შაურმა თუ 12 ლარიანი შაურმა მე მგონი აღარ უნდა გვაინტერესებდეს და მე იმას ვერ ხვდები, რომ ბავშვების სეგმენტზე რატო თვლიან ყველაფერს რა. იმიტომ რომ ბავშვების სეგმენტზე ძალიან მარტივია რომ გახვიდე რა.
დაუგზახე, ვისაც ყველაზე მეტი გამომწერები ყავს, ეგეთი 4 ადამიანი შეკარი და всё. ეხა მე რო აქ კალასა ეჭო TMG და Hungryman-ის ხალხი მყავდეს, ნახვები 1000-ად გაიზრდება, მაგრამ 1000-ად კიდე ცოტა არის, 1000-ად შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ რა საჭიროა? რა საჭიროა? თქვენ ხო ჩემი ამათთან კომუნიკაციით და რაღაცა თამაშით ვერ ვიზამ, ვერაფერს ვერ გაგაგებინებთ რა, ანუ მე ვინ ვარ, მაგას ხო ვერ გაგაგებინებთ. ანუ მე ხო მე რო ვარ, მაგიტომ უნდა ვუყვარდე ვიღაცას, ვინც მიყურებს და ვინც ჩემს ვიდეოს ხედავს. ან მოწონს ჩემი აზრი, ან მე ხო მე ვარ. და სხვები მეები აღარ არიან ხოლმე რა, და რო არ არიან, არ უხდებათ. და ვეუბნები ყველას, რომ ერთი ცალი ჩაწერეთ. მე ხა სექტემბერი რო დაიწყება, ყველასთან მივალ და ესე ერთი 20 წუთს თითო რაღაცა თემებს ვიღაცა ხალხთან ვისთანაც მივალ, ყველას გკითხავთ რაღაც თემებს და იმ თემაზე ვილაპარაკებ იმათთან ერთად რა. აი ბენის მაგალითად აქ ამოვიყვან, იმიტომ რომ აქვე ცხოვრობს და ვიღაცებს რა, ეგრე ცნობილებს შედარებით იუთუბერებს მივადგები სადღაც თავიანთ სივრცეებში ან ჩემ სივრცეში მოვიყვან და იქ ვისაუბრებთ ხოლმე, ეგეთი იდეა მაქვს. ხო. ეხლა არ გამიკვირდება რომ ვიღაცამ გააკეთოს ეგეც. მაგრამ არ არის პრობლემა გააკეთეთ. თქვენი თავი უკეთესად გააცანით ხალხს. კაია, მე მიხარია ეგეთი რაღაცები. ხო და დიდი იმედი მაქვს რომ სხვა ან მარტო ჩემი თავის კი არა, სხვა ადამიანების გაცნობაშიც დაგეხმარებით რა. იმიტომ რომ ჩემი თავი ასე თუ ისე უკვე ბევრ, მაგრამ 1000 კაცი ხო მაინც მიყურებთ ხოლმე. მაგ 1000 კაცმა როგორც მინიმუმ ჩემში რაღაცა ისე სხვა რაღაცები დაინახეთ რა. და არა ის TikTokeri პროსტა ვიღაცებს რო აჯვამდა, არც აჯვამდი, არც მინდოდა დაჯმა კაცო. მე რო რაღაც ვიდეოს წერ, აი ერთხელ იყო ეგეთი ვიდეო ჩაწერა ვიღაცამ, რომ როდესაც დედოფალი ხარ, რომ პაიკს თავი არ უნდა გაუყადრო. კი არა. ხო რა რაღაცა ეგეთი. ხო და ძმობას გაფიცებთ, აი ჭადრაკს ვინც თამაშობთ, მართლა მაინტერესებს იმათგან. თამაშს რო იწყებ, რომელი დედოფლთაც იწყებ, იმ დედოფლით ამთავრებ? მე არა, ვერა. იმიტომ რომ ამ დედოფალს სადღაც წირავ. იმიტომ რომ კიდია ეს დედოფალი, იმიტომ რომ პაიკი მყავს, რომელიც დედოფალი გახდება რო რამე, რო დამჭირდეს. ხო და მაგაზე რო ვილაპარაკე, ვიღაცებმა დამაჯვეს კომენტარებში. რო აი სულეს ლაპარაკო. ხო და უზდელი ხარ, მანდაც დამიჯვეს. არა ძმაო. არა ვარ, მართლა არა ვარ უზდელი. უზდელი რო ვიყო, გეტყოდით. მართლა გეტყოდით. არ შემწხვებოდა. ბილწი სხვა არის, უზრდელი სხვა არის. მე ვარ ბილწი, თუ მაინც და მაინც რამე ნეგატიურს ეძებს ჩემში, მე ვარ ბილწი. მე უზდელი რო ვიყო. ვიღაც ადამიანებს გავეუზრდებოდი, მაგრამ რა ვიცი, გაიკითხეთ ვინმე ადამიანი, ჩემზე ცუც თუ გეტყვით. რა ვიცი. შეიძლება ვიღაცამ თქვა ასე, ხა არ მგონია რომ ყველა ადამიანს გულზე ვეხატებოდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ვერავინ მე მაგალითად გოგოების 90% ვინც ინფლუენსერები არიან საქართველოში, TikTok-ს დაბლოკილი ვიყავარ. იმის გამო ვიყავარ დაბლოკილი, რომ ეშინოდათ ალბათ რომ მაგათ ვიდეო არ ჩამეწერა და არ დამესტიჭა. და რა ვიცი, არა, მე ეგრე არ ვშვები, თქვენ თუ არ დადებდით რაღაც სისულელეს მაშინ. მე იმაზე არ გიპასუხებდით ესე ჩვეულებრივად. რაღაც დებილობას გადაიღებენ ხოლმე, ტრენდია უბრალოდ. რა არის ტრენდი, ამ ტრენდით არ პრავდება ყველაფერი ძმა. რა ვიცი რა. ვიღაც რომ გაბოზდეს ეს ტრენდია. რა ტრენდი ბიჭო? არ არის ტრენდი ძმა. არ მინდა ეს ტრენდი კაცო. რა ტრენდი? ხომ მიხვდით რას ვიძახი? ეხლა არ ვიღებთ, ეგ იქნება პიკი ძმა. მაგრამ კაი. ძალიან დიდი მადლობა თუ მიყურეთ, თუ გადავიღე. ეგეც არ ვიცი. არხი გამოიწერეთ ხოლმე, ჩემი სურვილი იქნება. და რა არხი გამოიწერეთ, არა, ვიდეოები დაალაიქეთ ხოლმე. და უყურეთ ბოლომდე რა აი. დავასრულე. ხო და ვიღაცებთან მივალ რა მაგას პირდებით რომ ეგეთ რაღაცებს გავაკეთებ, რომ ვიღაც იუთუბერებთან პირადად გავისაუბრებ და შევეცდები რომ ის ადამიანები უფრო ნორმალურად გაგაცნოთ რა. და თუ გაინტერესებთ რაღაც კონკრეტული კითხვები, ვიზიც გინდათ რომ ეხა ინტერვიუერით არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ
მე როგორც მაკაცებს ისე დაველაპარაკები და ისინიც იმედი მაქვს რომ ეგრე დაგველაპარაკებიან მეც და ჩემს გამომწერებსაც როგორც მე დამელაპარაკებოდნენ და ეგ არის და ეგ მეტი ახლა არაფერი ამინდა მიხარია ყველაფერი კარგი ხალხი ხართ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვიღაც ადამიანებმა ჩემში დადებით რაღაცების დანახვა დაიწყეს რა იმიტომ რომ ერთი პერიოდი მართლა მეგონა რომ რა ვიცი პროსტა აი HR-ზე დამიძახა ყველამ გადამოწმებული შავი და ყველას ვეგონე ცუდი ადამიანი და რავი არა ვარ რო ვიყო ბედნიერი ვიქნებოდი უფრო მეტად ალბათ რომ მე იცი რას ვარ დაკვირებული ჭკვიანები ყოველთვის მოწყენილები არიან და მეც ეგეთი მოწყენილა ბავშვი ვიყავი და მანდ გამომდინარე აი მაგას რომ მივხვდი მაგის მე დაუძახე ჩემ თავს ჭკვიანი პირველად ალბათ ძალიან ხშირად ვიძახი ხოლმე ჭკვიანი ვარ მაგრამ ეგეთი ჭკვიანიც არ ვარ ეხლა რა ანუ ხო ხვდებით მაგრამ ნუ აზროვნების უნარი რომ გამაჩნია ეს ობიექტური შეფასება მაგრამ როგორც გითხარით ობიექტური შეფასება არ არსებობს და სუბიექტურად ფიქრობ რომ მე აზროვნების უნარი გამაჩნია ხო და მე პირველად მივხვდი რომ ვინც დებილია და პრობლემებს ვერ ხედავს და ამ პრობლემებზე ფიქრი არ უწევს და აი ეს ცხოვრობს ბევრად უფრო ბედნიერები არიან ხოლმე ვინც ჭკვიანია და რაღაცა აი ნებისმიერ რაღაცას პრობლემას დანახვა შეუძლია ისინი უფრო გულშეტრობილი მოწყენილი რაღაცნაირი ადამიანები არიან მე რო ეგ გავიაზრე პირველად იმის მე მივხვდი რომ მე შეიძლება უფრო მეტად ვიყო ჭკვიანი ვიდრე დებილი თქო მე ნუ განათლებული ვეღარა ვარ განათლება მაკლია მე მგონი რა იმიტომ რომ რაღაცები დამაკალდა ცხოვრება ძალიან ბევრი რაღაცა ვიცი კი მართლა ბევრი წიგნი მაქვს დაკითხული ბევრი რაღაცა მაქვს გამული მაგრამ რაღაცა მაკლია ცხოვრებაში და აი რა მაკლია ეგ ვერ გავიგე და თუ ვინმე ფიქრობთ რაღაც კონკრეტულ რაც შეიძლება მაკლდეს მითხარით საჩევიძინო ან და მართლა თქვენი აზრით რა შეიძლება მაკლდეს როგორც ადამიანს უკეთესი ადამიანი რო ვიყო ანუ ეხლა უკეთესი კი არა საუკეთესოობაზე არ მაქვს პრეტენზია უბრალოდ აი ხო რაღაცა აი 4 აი 100-იანი სკალა არის და აი 40-ზე ვარ სადღაც ხო აი 50-ზე მაინც რა ვიდე მაგისტვის რა შეიძლება დამჭირდეს რა ეგეთ რაღაცას გითხავთ მეტი არაფერი არ მინდა ბიჭო ძალიან კარგია ეს ვიდეოები აი თქვენზე არ ვიცი როგორ მოქმედებს მაგრამ ჩემზე ის კარგად მოქმედებს როგორ წარმოიდგინე რა გულზე მადებს ხოლმე ყველაფერს გილაპარაკებ მაგრამ მიყვარხართ ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ყველაფერს ისმენთ კარგად იყავით ნახავთ